კიდევ ერთი რეზონანსული საქმის სასამართლო განხილვა კი ახლა იწყება. ნაციონალური მოძრაობის პოლიცსაბჭოს წევრს პატიმრობა შეუფარდეს. ლაშა ცანავას თაღლითობის მცდელობაში ედება. ბრალი გამოძება ამბობს, რომ ის ირანის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით თანხის ანაცვლოდ ბინადრობის ერთწლიანი ნებართვის მოპოვებაში დახმარებას პირდებოდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ აუდიო და ვიდეო მასალების არსებობაზე მიუთითა. საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს თავად ცანავა, რომელიც თავს პროვოკაციის მსხვერპლად აცხადებს და ამბობს, რომ სუსი გათავისუფლების სანაცვლოდ ლევან ხაბეიშვილის ფარულად თვალთვალსა და მის ჩაწერას თხოვდა. ცანავა ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარის ახლო მეგობარია. ის 2 დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. დაცვის მხარე ოპოზიციური პარტიის წევრის აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდა, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრს ლაშა ცანავას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმის პროკურორმა განმარტა ის გარემოებები, რის გამოც ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრ ზომას ითხოვდა. გიორგი კავსაძის განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ცანავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თაღლითობის ბრალდებით 29 ივლისს დააკავა. უწყების განმარტებით ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის უფლებას 5600 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ პირდებოდა. სუსის ინფორმაციითვე ირანის მოქალაქემ ბრალდებულის ანგარიშზე თანხის ნაწილი 2025 წლის მაისში ჩარიცხა. თაღლითური გზით იგი დაეუფლა უცხო ქვეყნის მოქალაქეების თანხას და პირდებოდა მათ, რომ დაუნზადებდა ერთწლიან საქართველოში ბინადრობის ერთწლიან მოწმობას. ეს არის დანაშაული, რომელიც ისჯება და აქ რაიმე ისეთი შემაკავებელი ფაქტორი არ ყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ბრალდებულის ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე. ის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ლაშა ცანავასთვის წარდგენილი ბრალი უსაფუძვლოა. ადვოკატი ყვება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პარტია ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეზე ლევან ხაბეიშვილზე ზეწოლის მოსახდენად დააკავეს. დღესვე სხდომათა დარბაზში სიტყვით ისარგებლა თავად ლაშა ცანავამ, რომელმაც განმარტა, რომ დაკავების შემდეგ მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორმა მაღალი თანამდებობის პირმა დიდი რაოდენობით თანხა მისი თანაპარტიელის ხაბეიშვილის თვალთვალის სანაცვლოდ შესთავაზეს. აღნიშნული განცხადების საფუძველზე ადვოკატი გამოძიების დაწყებას ითხოვს. თავის მხრივ პროკურორი განმარტავს, რომ ბრალდებულის მიერ მოწოდებულ ამ ინფორმაციას უწყება გადაამოწმებს. ლაშა ცანავას პატიმრობას არავითარი საფუძველი არ ქონდა და აღკვეთი ღონისძიების გარეშე უნდა დაეტოვებინა სასამართლოსაგან. არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომ ლაშა ცანავა რაიმე დანაშაულად ჩაიდინა. ეს არის ჩვეულებრივი სამოქალაქო ურთიერთობები, რომელიც ყოველდღე ასეულობით ხდება. ლაშა ცანავა დღეს რატო დააკავეს? იმიტომ რომ უნდათ რომ რამენაირად ლევან ხაბეიშვილზე მოეხდინა ზეწოლა და რატო? ნახეთ, ლაშა ცანავა შეთავაზეს თანხა. ლაშა ცანავა შეთავაზეს, რომ ყველა ინფორმაცია მიეტანა ხოლმე სუსთან, ეგრეთ წოდებული აგენტი გამხდარი იყო, რომ სად გადაადგილდება, როგორ გადაადგილდება, რატო გადაადგილდება. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ ლევან ხაბეიშვილის ეშინია. ადვოკატის მსგავსად საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ ნაციონალურ მოძრაობაში. ლევან ხაბეიშვილი მისი თანაპარტიელის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და ცანავას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. უმრავლესობაში კი განმარტავენ, რომ პოლიტიკური საქმიანობა და კონკრეტული პარტიის წევრობა მოქალაქეს სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. მმართველი გუნდი ლაშა ცანავას მოუწოდებს, რომ თუ არ ეთანხმება მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ცანავას დააკავებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდზე დაწერეს, რომ ლევან ხაბეიშვილისთვის ციხის კარი გაიხსნა და ზუსტად იმ საღამოს მოიტაცა სუსმა ლაშა ცანავა და უნდა ესმოდეს საზოგადოებას, რომ ბრალს, რომელსაც ედავებიან, თან თაღლითობის მცდელობას, თაღლითობასაც არა. სუსი არ აკავებს ამაზე. ეს არ არის სუსის საქმე. ეს არის პოლიციის საქმე. დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმპცია, მაგრამ კადრებში ადამიანი პირდება დახმარებას კონკრეტულად ბინადრობის მოწმობის მოსაპოვებლად და ამაში ფულს იღებს და შემდეგ არის პასუხი ამ ყველაფერზე დანაშაულებზე, რომ თითქოს ყველაფერი არის პოლიტიზირებული, ყველაფერი პოლიტიკასთან დაკავშირებული. გამოსავალი არის ნაპოვნი, მარტივი და ამიტომ ცდილობენ, რომ საკუთარი წევრები ან მათთან დაკავშირებული პირები ან აგენტურის წარმომადგენლები დაისვან ერთგვარი ინდულგენციის ყიდვა გამოსდით. პოლიტიკაში ჩართულობა, პოლიტიკურ პარტიის წევრობა
ვერავის ვერ გაათავისუფლებს იმ პასუხისმგებლობისგან, რომელიც ყველა ჩვენგანმა ვნახეთ კონკრეტული მტკიცებულებების სახით. სასამართლო გადაწყვეტს, რა თქმა უნდა, კონკრეტულად რასთან იყო საქმე, რა მოტივი იყო და ასე შემდეგ, მაგრამ ის ჩვენ რაც ვნახეთ, რა თქმა უნდა, ამის გამართლება ვერ იქნება. ლაშა-ცანავას ბრალდება დიდი რაოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე წარადგინა, რაც სასჯელის სახით ჯარიმას ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მისი წინასასამართლოს ხდომა 21 სექტემბერსაა ჩანიშნული.